დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგვეცა სულიერი და ფიზიკური ძალები. აგვესრულებინა საღვთო ლიტურგია და ვზიარებულიყავით ჭეშმარიტად პატიოსანსა, სისხლსა და ხორცსა, უფლისა, მთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. მადლობა მართლა დიდება და მადლობა ღმერთს. აი ამ სიცივეში -10 გრადუსში მოკლედ რო შევკრიბა კიდევ ერთხელ ერთად და საკუთარ შიშზე, საკუთარ ავადმყოფობაზე, საკუთარ ესე რომ ვთქვათ შინაგან სიზარმაცეზე დღეს თუ არ მივედი რა მოხდება, ესეც სივა. გამოგიტყდებით, მეც ასე ვფიქრობდი, არა მარტო ჩემ თავზე, არამედ თქვენზე ვფიქრობდი, რომ აი ესე რომ ჩავალთ ახლა წირვა გვექნება ამ -10 გრადუსში, რა უნდა როგორ, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ღმერთი გვაძლევს ჩვენ ამ ძალას და თუ ამას ვხედავ, ჩვენ მაშინ ჩვენი სულის მდგომარეობაც იზრდება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა მნიშვნელობა აქვს, როცა ეთბილებოდა, მაშინ შეკრებილიყავით. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ცნება ღვთისა, არსებობს ქრისტესგან მოცემული სწავლება, ჩვენ ამ სწავლების შედგომაზე ფიცი გვაქვს დადებული ნათლობის დროს ღვთის წინაშე და მეტნაკლებად ჩვენ აი ამ ფიცის ერთგულები ვრჩებით. არა სხვა ფიცისა, არამედ ქრისტესთან დადებული ფიცისა. ზოგს არ გვახსოვს ეს დადებული ფიცი, ჩვენ ზოგმა დიდ ასაკში გავიაზრეთ ეს, თურმე რო ფიცი გქონია ადრე დადებული, რომ ჩვენმა მშობლებმა და ჩვენმა ნათლიებმა შეუთქვეს, თურმე ესე რო ვთქვათ, რომ ჩვენ ქრისტიანები უნდა გავზრდილიყავით. დღეს აი ამ გზაზე ვდგევართ და მადლობა ღმერთს, რომ ვაძლევს ამის ძალას, რომ ვიაროთ გზაზე, რომელიც სავსეა განსაცდელებით, ათერაკებით, ტკივილებით, იმედგაცრუებით, მაგრამ ამავე დროს თქვენ დამერწმუნებით ჩაიხედეთ ყველამ თქვენს გულში, რომ არის რაღაცა ისეთი, რომელიც საოცარ სიხარულს გვანიჭებს. ეს ის სიხარულია, რომელიც არ არის სხვაგან. ეს ის სიხარულია, რომელიც არ არის საერთოდ, სამყაროში არ არსებობს. სიხარული, რომელიც არის ღმერთთან ურთიერთობისა და ქრისტესთან ერთად ყოფნისა და ყველაზე მთავარი, მის სისხლთან და ხორცთან ზიარების. აი ეს არის ის მაცოცხლებელი ძალა, რომელიც გვაძლევს ჩვენ ამის საშუალებას და დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს, რომ მოგვანიჭა სარწმუნოება. მართლა სხვა არაფრისთვის, რწმენის მონიჭებისთვის მადლობ ჩვენ ღმერთს, რომ რწმენა მოგვანიჭა ჩვენმა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის. დღევანდელი სახარება 25 კვირიაკე მიდის ახალგაზრდა ადამიანი მაცხოვართან და ეუბნება რა გავაკეთო, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდრო, ანუ რომ ვცხონდე. მოკლედ ამაში დროს არ დაგაკარგვინებთ და გადავიდეთ იმ წუთში პირობითად განმარტებაზე. დღევანდელი მდგომარეობა რა არის? ანუ რა უნდა ამ ახალგაზრდას? თითქოს ყველაფერს ასრულებს. ქრისტიანულ ხო, არა კაცკლა, არი პარო, ანუ ათმცნებას ასრულებს. და უფალი ეუბნება ასეთ რამეს, რომ თუ გინდა რომ უფრო, ანუ ცხონდე, წადი და გაყიდე ყველაფერი ის, რაც გაბადია და მოდი და შემომიდექი მე. დღეს თავს ავარიდებ იმას, რომ ამ სიმდიდრეზე ლაპარაკს და იმას. თუმცაღა ეს იცით, რომ ვინც მიჯაჭულია მატერიალურ კეთილდღეობაზე, მას უჭირს, თითქმის შეუძლებელია ასეთმა ადამიანმა, ვინც არ გინდა იყოს. რა ხარისხშიც არ გინდა იყოს, ადამიანის გული, რომელიც მიჯაჭული არის კომფორტსა და სიმდიდრეს, ის ადამიანი ცხონების გზაზე ვერ დადის. ამაზე უფალმა თქვა,
კაცთაგან შეუძლებელია, ანუ თავისით ის ვერ ცხონდებაო, რაც არ უნდა გააკეთოს ასეთი მდგომარეობის ადამიანმა ვერ ცხონდებაო. თუ ღმერთი აცხონებს მას, აი ღმერთი მოინდომებს თავისი მოწყალები და აცხონებს, თორე ადამიანთაგან ეს შეუძლებელია. ანუ მიხვდით რასაც გულისხმობ, ანუ იმდენად ჩაკეტი, ანუ ეს წუთი სოფელი უყვარს, ეს სიმდიდრე უყვარს, ამაზე არის მიჯაჭული, კომფორტი უყვარს. და აი ადამიანი, რომელიც ამ შინაგანი განწყობით არის ამ წუთის სოფელში, მისთვის ურთულესია, ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელია, რომ ის ცხონების გზას დაადგეს. მაგრამ უფალს მოყავს, აი როგორც აქლემი შეიძლება გაძვრესო ნემსის ყუნჩიო. ხო, ჩვენთვის ხო შეუძლებელია ვიტყვით, რომ როგორ აქლემი ნემსის ყუნჩი ვერ გაძვრება, მაგრამ უფალი ძახის, რომ ამის გაკეთება შემიძლია. ჩვენ გვიცავს ამისგან, რომ არ განიკითხოთ ის ადამიანები, ვინც შეიძლება ასე იქცევიან. იმიტომ რომ თუ თქვენ მას განიკითხავთ, მე იქნებ შეიძლება ის ვაცხონო. ამიტომ მზად იყავ იმისთვის, რომ ყველა ადამიანთან შეძლო მარადისობაში ცხოვრება. არავინ არ ჩათვალო ცხონებისთვის შეუძლებელი. ღმერთია, ისე იგი სიმართლე და მოკლედ მსაჯული ყველა ადამიანის. ამიტომ ჩვენ გვიცავს უფალი ამისგან, რომ განკითხვაში არ ჩავარდეთ. ეხლა რა მინდა თქვა, ძალიან ჩვენ უფალი აქ რას იძახის, ეხლა წადი და უფრო მეტი სიღრმეები იპოვეო, ესე უთხრა. ჩვენ რომ მოვედით ტაძარში, კარგად აი გამიგეთ ეს და დაუკვირდით საკუთარ თავს. პირველი რაც ჩვენ გვემართება, ეს არის გაღიზიანება. ადამიანი ღიზიანდება, შფოთი ემართება და შინაგანად ცუდად არის და რატო? იმიტომ რომ ეკლესიაში, ქრისტესთან ურთიერთობაში და სამრევლო ურთიერთობაში ჩვენ ხედავთ ადამიანებს ისეთები, როგორც სინამდვილეში არის. და ეს ჩვენ არავის არ მოგწონს. დღევანდელ ადამიანს არ უყვარს, აი დღეს რატო შეიძულეს ასე ადამიანებმა ერთმანეთი. აი დღესაც ჩვენს ქვეყანაში ხდება თუნდაც. რა არის ეს სიძულვილი, იცით? ადამიანი ვეღარ იტანს ადამიანის შეფასებას. ადამიანები ოჯახშიც კი როდგანან, აი შეხედვითაც რო შეხედო ადამიანს უკვე შფოთში ვარდება. რატო? იმიტომ რომ ის უკვე ფიქრობს, ემან რა იფიქრა ჩემზე. ანუ შეხედვით რო შეხედავ ადამიანს უკვე მასში იწყება შფოთი. რატო? იმიტომ რომ ნახეთ, იმდენად ჩვენ გვეშინია, იმდენად შინაგანი ჩვენი არის საშინელ მდგომარეობაში, გვეშინია ვინმემ დაგვინახოს. და ეკლესიის წიაღში აი ეს გარდამტეხი მომენტი ხდება, იცოდეთ, რომ მე, როდესაც მოვდივარ ეკლესიაში, პირველი, ვის წინაშეც ვსწავლობ გულწრფელობას და არ მეშინია როგორი ვარ, ეს არის ქრისტე. ანუ ქრისტეს წინაშე ვდგები და ვიძახი მე და ჩამოვთვალე, ესეთი ვარ, ესეთი ვარ, ესეთი ვარ, ესეთი ვარ და თუ კი ამას გულწრფელად ვაკეთებ, ტრიალდები და ვიძახი, რომ ხალხო, მე ესეთი ვარ. ანუ არ მიჭირს ამის თქმა. მაგრამ დღეს ადამიანები ღიზიანდებიან. დღეს ადამიანები ერთმანეთის მიმართ ღიზიანდებიან იმისგან, რომ შემფასებელი თვალით უყურებს ადამიანს. ამიტომ ერთადერთი შეფასება რა არის? თავდაცვა. რისგან უნდა დავიცვა თავი? შენ რა გონია მე ესეთი ვარ? და ადამიანი აი ამ განწყობას ამატებს რას, იცი, თავის მართლებას იწყებს. რომ მე არ გეგონოთ, რომ ესეთი ვარ, მე რაღაცას გავაკეთე, თქვენ გონია ესეთი ვარ და არა გულწრფელობა, არა და ქრისტესთან მოდივართ მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელობით. და აი უფალი აქ ეუბნება ამ ადამიანს, თუ გინდა რომ ქრისტიანად დაიბადო, მორწმუნე ხარ აშკარად, გზასად გახარ შენ. ტაძრამდე ანუ ჩემამდე მოსასვლელი გზა, ანუ ქრისტემ და მოსაზვლელი გზა გაიარე, დაგინახე, მოხვედი. მაგრამ თუ გინდა რომ ჩემიანი გახდე და შემომიდგე მე, რას ეუბნება, ხო? წადი გაყიდე ყველაფერი რაც გაქვს და შემომიდეგი მე. ანუ რა? საკუთარი ეგოიზმისგან დაიცალე, საკუთარ თავზე შექმნილი წარმოდგენებისგან დაიცალე და მოდი და შემომიდეგი მე. ანუ რა? გულწრფელი იყავ. შეხედე საკუთარ თავს არა მხოლოდ ამ ცნებებით, რომ არ მრუშობ და არ იპარავ და ასე შემდეგ, არამედ სიღრმეში ჩადი უფრო მეტად.
აი, როდესაც მოდის ადამიანი ქრისტესთან, ძველი აღთქმის ადამიანის დასაწყისი, დასასრული როდგება და ქრისტიანის დაბადება რო ხდება, ნამდვილად ქრისტიანის დაბადება. აი ეს არის პროცესი შობისა, რომელიც აი ამაში გამოიხატება. ან ვარ გულწრფელი, ან არა ვარ გულწრფელი. ან მინდა ეს გავაკეთო, ან არ მინდა ეს. ან რჩები იმ ძველი აღთქმის ადამიანად. დღევანდელი ჩვენი პრობლემა ეკლესიისა საბოლოო ჯამში არის ეს და ზოგ შემთხვევაში უმეტესობა მრევლისა იმ ძველ აღთქმის წესსაც ვერ ვიცავთ. არა კაცკლა, პატივიეცი დედასა შენსა, მამასა, ანუ ის 10 მცნება, რომელიც ანუ ისეთი მყარი მცნებებია, რომელსაც ქრისტიანი ადამიანი სასახად უნდა იძახდეს, რა თქმა უნდა, მე ამას არ ვაკეთებ. უფრო სიღრმეში უნდა ჩავიდეს, მაგრამ ნახეთ, ძველი კაცი რო განიძარცვო და ახალი შეიმოსო, აი ეს გარდამტეხი მომენტი უნდა მოხდეს. და რა უნდა გაიარო, რომ ეს მოხდეს? აი შფოთი უნდა გაიარო. აი მე მგონი მიმიხვდნენ როგორი ვარ სინამდვილეში. და თუ კი ადამიანი გულწრფელია თავის აღსარებაში, მაშინ ეს შობა საკუთარი თავისა ქრისტიანად ხდება უფრო უმტკივნეულოდ. ანუ ის კი არა რომ გამოჩნდი სინამდვილეში როგორი ხარ, არამედ მე თვითონ გამოვაჩინე სინამდვილეში როგორი ვარ. აი ხალ უფალო, ესეთი ვარ. აი ეს არის, ანუ პირველი ნაწილი გახსოვდეთ, აი დღეს რასაც უფალი ამ ახალგაზრდა ადამიანს ეუბნება, რომ წადი და მოიხსენი ნიღაბი. ნიღაბი, რომელიც შეიკერე თითქოს, ანუ რო ავიღოთ თვითონ ქრისტიანის ნიღაბი რო შეიკერე. ეს ნიღაბია, ეს შენი შეკერილი ნიღაბია. და აი წარმოიდგინე დღეს ადამიანები არა მხოლოდ თუ კი ქრისტე არის ჩვენ წინ, იმასთანაც თუ ნიღაბი მაქვს მე გაკეთებული. თქვენ რა სიძახით, რომ ადამიანს, რომელმაც იცის, რომ ღმერთი მის გულს, სულს, გონების ყველა მოძრაობას ხედავს, მის წინაშე კიდე ნიღბით დადის. თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანების წინაშე იქნებიან გულწრფელები? და ეს არა გულწრფელობაა ზუსტად ჩვენი ერთმანეთის მიმართ, რომელიც იწვევს მერე რას წეღან გითხარით, შფოთს, შინაგან დაძაბულობას, ადამიანისადმი მტრობას და გადადის რაში? სიძულვილში. გძულს უკვე ადამიანი. რატო? იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ხანი ხარ მასთან დაგინახა, აბა გაიხსენეთ, ოდესას თქვენ ოჯახი შექმენით, რატო შორდებიან ხოლმე ცოლ-ქმარი ერთმანეთს? იცით რატო შორდებიან? იმიტომ რომ გადის პერიოდი და ორივენი ხედავენ ერთმანეთს ისეც, როგორი სინამდვილეში არიან, იქ ვერ დაიმალები. და ყოველთვის ცოლმა უკეთესად იცის ხოლმე ქმრისა და ქმარმა კიდე ცოლისა, როგორი არაგულწრფელია მისი მეუღლე. გარეთ როგორია და სახში კიდე როგორია. ანუ ის რომ ნიღბით დადის გარეთ, ამას კარგად ხვდება, შვილები ხდებიან, რომ ვიზრდებით, იზრდებიან ჩვენი შვილები, აი ამ ნიღაბს ხედავენ. ჩვენ ნიღაბს ხედავენ. გავიხედე მამა ჩემი ან დედა ჩემი, გარეთ რაღაცა ის სტუმრები რომ მოვიდნენ, მაგალითი მომყავს ბოდიშით ამ დეტალებისთვის, სტუმრები რომ მოვიდნენ, მობრძანდით როგორ ხართ, რაღაცა გაუმასპინძლდნენ, წავიდნენ თუ არა სტუმრები, დაიწყო განგითხვა. ან რა იყო ეს, ან ესე რატო იქცეოდა, ან რა უდროო დროს მოგვადგნენ, არ უნდა დარეკონ რომ მოვიდნენ, ეს დანარჩენი თქვენ ყველამ საკუთარ თავზე გადაიტანეთ და მიხვდებით რას, თქვენი შვილების ხედან 7-8 5-დან დაწყებული, კიდე პატარებიც კი დღეს ძალიან გონივრები არიან. იყურებიან და იძახიან. ხო, ესე, მაგრამ მოვიდნენ კიდე შემდეგი სტუმრები, როგორ ხართ, ანუ ვერ იგებს ეს ბავშვი. აი ცოლ-ქმარი და საკუთარი ოჯახის წევრები ყველაზე უკეთესად ხედავენ და რატოა ყველაზე მეტი ესე რომ ვთქვათ კონფლიქტი ოჯახში? იმიტომ რომ ადამიანები არაგულწრფელები არიან ერთმანეთის მიმართ. აი დღეს მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის როგორც ქრისტიანების დაბადების პროცესი მიდის. ჩვენ ძველი აღთქმის ადამიანებს ვტოვებ და ახალი გვინდა დაიბადოს ჩვენში და აი ეს გადმოთხეული სიძულვილი და ერთმანეთისადმი გარკვეული დამოკიდებულება
ამის ბრალია ზუსტად, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ნიღბებით დავდიოდეთ და ნიღბებით მოსიარული ადამიანებმა ერთმანეთს გადავეკიდეთ. აი, მიაქციეთ ამას ძალიან გთხოვთ ყურადღება. ანუ უნდა დაიბადოს ჩვენში ის ადამიანი, რომელიც არის. ეხლა წავიდეთ. აი, როდესაც ჩვენ აი სინამდვილეში დაბადებას დავიწყებ, რას აღმოვაჩენთ, იცით? რას უნდა გაუძლოთ? საკუთარ მუხანათობას, საკუთარ ფარისევლობას, საკუთარ ძალიან პატარაობას, რომ მეგონა რომ დიდი ვიყავი, ძალიან პატარა ვარ. აი, ძალიან პატარა ვარ. საკუთარ გამყიდველობასაც კი, საკუთარ არასრულყოფილებას და საშინელ სისუსტეს. აი, ამას ვეფეთებით ჩვენ. და როდესაც მე შევეფეთე ამას, ნახეთ, მე ხო დავინახე ჩემი თავი, რომ ესეთი ვარ. იცი რა მძიმე იყო ჩემთვის? აი, პირველად რომ ტაძარში მოვედით, ლოცვა ხო დავიწყეთ და მაშინ ყველაფერი რო წარმატებული იყო. აიხსენეთ პირველი ნაბიჯები, როგორი წარმატებული იყო ყველაფერი, ლოცულობთ, ყველაფერი კარგად მიდის, კარგად ყველაფერი და უცბად უფალმა ხელი გაგიშვა. მოხდა რაღაცა განსასწრელი. იმ ჩვეულ რითმში, რასაც ჩართულიყავი, აღარ არის და უცებ აღმოაჩინე საკუთარ თავში აი ეს ყოველი. და ეხლა ნახეთ პრობლემა რა არის. ქრისტიანი ადამიანი აქაც თითქოს ფარისეულობს. ღვთის წინაშე არაუშავს თითქოს თუ ესეთი ვარ. ქრისტეს წინაშე არაუშავს, მაგრამ ეწყება ადამიანს საშინელი შფოთი, რომ მე მგონი ამათაც იციან როგორი ვარ სინამდვილეში. აი პრობლემა. მე მგონი ჩემი მეგობრები ხვდებიან ან მრევლი. სახში ხო იციან უკვე რაცა ვარ. სახში ყველა მიცის. მე ხო ვიცი ჩემზე რა იტანუ ხმეთ. მე რომ მეტყვიან ხოლმე ვინმე რამეს, ამაო რა კარგი, ამაო და ვაიმე და ეს მეუთხარი წადით კითხეთ ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს თუ კი გინდათ ნამდვილი გაიგოთ ჩემზე როგორი ვარ. ისინი მოგიყვებიან ჩემზე უფრო მეტად, ვიდრე მე შემიძლია თქვა, იმიტომ რომ მე გულწრფელი ვერ ვიქნები თქვენთან. იმიტომ რომ ძნელია ადამიანი იყო ესეთი გულწრფელი რო ყველას, მაგრამ პირველი რაც უნდა გადაილახოს და რაც გადავლახე და ყველამ ჩვენ უნდა გადავილახოთ, მერე რა მოხდა. მერე რა იცოდნენ ამ ადამიანებმა. თქვენ ხო ჩემი დები და ძმები ხართ. აი რა გვაკლია ჩვენ. ჩვენ რომ ვიზახით რომ საქართველო გვინდა ჩვენ ისეთი, აი ესეთი რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, აი ეს უნდა მოხდეს. და თუ ეს გარეთ უნდა მოხდეს, ხალხო, ვინც ადამიანები სულ სხვა კულტურაში იზრდებიან, ერთმანეთის საპირისპირო კულტურებში იზრდებიან. ისინი როგორ შეძლებენ ამას, ოდესაც ჩვენ არ შეგვიძლია ეს გულწრფელობა რო ვთქვათ, რომ მერე რა პირიქით მე მიხარია რომ არსებობს ადგილი, სადაც მე შემიძლია გულწრფელი ვიყო და ვა დაინახეთ ჩემში მადლობა. მადლობა რომ მითხარი თურმე რომ ისე იგი ამპარტავანი ვარ. მადლობა რომ მითხარი რომ თურმე ისე იგი ბოროტის მხსომელი ვარ გულში. მადლობა რომ მითხარი ის რომ თურმე ესეთი ვარ. მადლობა ყველას, თუ ვინმე ჩემში ცუდი დაინახეთ და ოღონდ ვიცოდე როგორ მოვიტანო ეს შენამდე და მადლობა ღმერთს რომ ჩვენ წეღან რას თქვით ეკლესიის წევრები ვარ და ეს შეგვიძლია განვახორციელოთ. და ადრეც გითხარით თუ ჩვენ ეს შევძელით პატარა საქართველოს მოდელი, მოდი ესე ვთქვათ. პატარა საქართველოს მოდელი თვითონ სამრევლომ რო შექმნას ქრისტეს მცნების მიხედვით, მაშინ ჩვენ შეგვეძლება ეს გარეთაც გავიტანოთ და აი ამ დიდ საზოგადოებას, რომელიც ერთმანეთს დაპირისპირებულია და ერთმანეთის დანახვა არ უნდა, რატო არ უნდა დანახვა? იმიტომ რომ ერთმანეთს აფასებენ დღეს, რატო ჭამენ ადამიანები ერთმანეთს? შეფასებების გამო. და ის არის გამარჯვებული, ვინც უფრო მკაცრად, ვინც უფრო თავხედურად, ვინც უფრო სალანძღავს სიტყვა სიტყვის, იმას გონია რომ აი ჩვენ გავიმარჯვეთ ამაზე. მიხვდით დღეს რა სტანდარტი დევს ადამიანთა შორის ურთიერთობის გამარჯვებისა? სიმართლე კი არა. თავმდაბლობა კი არა. ზრუნვა კი არა ერთმანეთთან მიმართებაში, არამედ რაც შეიძლება წნეხი გავზარდო რომ ის ადამიანი უნდა გავაჩუმო. რატო უნდა გავაჩუმო? იმიტომ რომ მე მგონი სიმართლეს მეუნება. და ეკლესია, სამღვდელოება, სასულიერო დასი და თქვენს, როდესაც აი ამ სიმართლეს იძახით, გახსოვდეთ, რომ ეს დევნილი იქნება.
არავის არ მოეწონება, რატომ იცით? იმიტომ რომ თქვენ ადამიანებს უნდა მიახვედროთ და ახვედრებთ სინამდვილეში როგორები არიან. ვის უნდა ეს? ამიტომ არის რომ ქრისტე რომ მოვიდა, მე რომ არ მოსულიყავიო, თქვენ ცოდვები არ გქონდათო. მაგრამ ეხლა მოვედი და უკვე თქვენი ცოდვები სახეზეაო. ანუ როდესაც ქრისტე მოვიდა, ქრისტეს მოსვლით ჩვენი ყველას გული ამოტრიალდა, ყველასი სათითაოდ. და ჩვენ ქრისტიანები უბრალოდ ნებაყოფლობითად მოვედით ტაძარში და ვთქვით, რაღა ჩემი გული ძალადობრივად თუ დაამოტრიალდეს, ვიცი, იმ დროს, ოდესაც გარდავიცვლები, მარადილობაში წავალ, მე თვითონვე ამოვატრიალებ, რა კარგია ეს, ამის საშუალება, მადლობა ქრისტეს ამისთვის, რომ მე გული შემიძლია ამოვატრიალო და გავწმინდო და გავასუფთავო. მაგრამ ყველა ადამიანმა არჩევანი სხვა გააკეთა, ქრისტე მოკლეს, რატომ მოკლეს? იმიტომ რომ ქრისტე ასე უყურებდა ადამიანებს, თვალებში უყურებდა და მის გულს ხედავდა, მათ ამ ფარისევლურ გულს და მათ შინაგანს ხედავდა და ამიტომ რა თქვეს? პოლიტიკური მოტივი მოუყვანეს, ჯობია ერთი მოკვდესო, იმიტომ რომ ვიღაცა მოვა და დაგვიპყრობსო და ასე პოლიტიკური მოტივი მოუყვანეს, მაგრამ რატო? იმიტომ რა სიტყვების გამო მოკლეს ფარისევლებმა ქრისტე? ანუ თქვენი გარეგნულად ჩანხართ კეთილმორწმუნეები, მაგრამ თქვენი შინაგანი გული სავსეა, ნატაცებითო. გველნო ნაშობნო იქედენეთანო, განგოზილ საფლავებშია, გარედან რო გალამაზებულია და შიგნითო აყროლებული ნეშთით, ანუ კვდრებით რო არისო, სავსეო, ამას გავხართო, ეს ვერ აიტანა იმ დროის კაცობრიობამ და მას შემდეგ გონიათ რამე შეიცვალა? დღესაც ამას ვერ იტანს ადამიანი, გულწრფელობას ვერ იტანს. დღეს რომ ადამიანს გულწრფელად რამე უთხრა, რომ შენ ეს გეშლება და არაკეთებ ამას სწორად, ადამიანისთვის ეს ჯოჯოხეთია. რა უნდა ქნა სამ დროს ადამიანმა? ნახეთ რა ქნა დღევანდელმა საზოგადოებამ? გამოსავალი ნახა. აბა რა არის გამოსავალი? სახლში ჯდომა, ინტერნეტთან ყოფნა. ვინც მინდა ის შემომხედავს, ვისაც მინდა იმას დავიმეგობრებ, რასაც მინდა იმას ვიტყვი, მე ვერავინ ვერ შემაფასებს. მაგრამ თუმცაღა იქაც იგივე ხდება, იცით, ჩემზე უკეთესად, იმიტომ რომ იქ ხელფეხი გაეხსნა ადამიანის ფანტაზიას და ყველაფერს წერს და ყველაფერს აკეთებს. მინდა დღეს გაიგოთ უბრალოდ რა ხდება ჩვენს თავს, რომ ქრისტიანული თვალით შეხედოთ, ჩემო მეგობრებო, ქრისტიანული თვალით და არა იმ თვალით ვიღაცები რომ რაღაცებს აფასებენ. ადამიანის მდგომარეობა შეხედეთ, გამოიცანით თქვენ როგორც ქრისტიანება ღმერთო, ამ ჩემს მეგობარს, მეზობელს, არ ვიცი, ისე იგი პოლიტიკურად რა აზროვნება აქვს, მაგრამ რა ხდება ეხლა მის თავს, როგორც ადამიანისა, როგორც ღვთის წინაშე მდგარი ადამიანისა, რა ხდება მის თავს ეხლა? და მიხვდებით უბრალოდ, რომ ყველას გვეზიზღება უბრალოდ ვინმე რო გვაფასებს. და მღვდელმა თუ თქვა, ახლა მღვდელი თუ გამოვიდა და რამე მსგავსი თქვა, კი იცით, ნახეთ კიდეს ბოლოს და კი იცით რაც ხდება. იმ წუთში რა უნდა მოვიდნენ და გაგაჩუმონ. როგორ უნდა გაგაჩუმონ? იქ უნდა გლანძღონ, ტერმა თუ მოყვარენ, თქვენ ხო არ გონიათ მარტო ერთი მხარე. ორივე მხარე ამას ცდილობს, იმიტომ რომ მას უნდა ისე ილაპარაკო, როგორც მას უნდა. არა აქვს მნიშვნელობა, ანუ დაუკვირდით, თქვენს გულში ჩაიხედეთ, რომ ესეა. სამდელო პირი რომ ეს საუბრობს, მე მგონი ეს რაღაცა არა. ყველა ასე ფიქრობს. ერთი გთulis რომ იმისიანი ხარ, მეორე თulis რომ იმის, რატო? იმიტომ რომ არ იყენებ იმ ტერმინებს, არ იყენებ იმ სიტყვებს, რომელიც მიხვდით? რაღაცა განმრჯელი იქნება, ისეთი, როგორათაც შენ ფიქრობ, ისეთებს არ იყენებ. უნდა მოგაწერონ ის, ან უნდა მოგაწერონ ეს. ჩემო მეგობრებო, თუ კი ჩვენში გვინდა რომ ქრისტიანობა დაიბადოს, მართლა ქრისტიანება დავიბადოთ, ძალიან გთხოვთ, მრევლს მინდა ვიმართო, ჩვენს მრევლს მინდა ვიმართო, ამას სჭირდება დიდი ვაჟკაცობა. ამას სჭირდება ძალიან დიდი გამბედაობა. ნუ ფიქრობთ, რომ ეს ადვილია ქრისტიანობა, იქამდე დღეს რომ ის ახალგაზრდა მივიდა, იმას ვიცავ, ამას ვიცავ, დედას არ ვაბრაზებ, მამას, ეს ყველაფერი გაცილებით ადვილია.
ნეტა ასე იცხოვოს თელმა სამყარომ, ალბათ უფალი ამაში დაგვეხმარება რომ გვაცხოვდეს, მაგრამ ჩვენ აქ სხვა რამისთვის მოვედით, მივხვდით ეკლესიაში ამისთვის არ მოვსულვართ მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენ მოვედით სხვა რამისთვის კიდე. აი რაც უფალი ეუბნება რომ წადი გაყიდე და მერე თუ გინდა სრულყოფილი იყო და თუ გინდა ცხონება 60-ს ატარებდე გული და აქვე იგრძნო რომ 60-ში ხარ. წადი გაყიდე ყველაფერი და მოდი და შემომიდეგი მე ამისთვის მოვედით ჩვენ აქ ამას ვეძებ. და როდესაც ძველი აღთქმის ადამიანად რჩები და ამას ეძებ, აი ეს ერთობა არ დგება, დგეხარ ადამიანი და ისეთ ცოდვებს ებრძვი. მაგრამ ესე რომ ვთქვათ, კი მადლობა ღმერთს ამისთვის, ზიარებისთვის, მადლობა ღმერთს ამ მსახურებისთვის, მაგრამ ნახეთ რა ხდება, იგივე ვრჩები, ამ ბრძოლაში არ შევდივარ. ვაშკაცობა არ გამაჩნია, არანაირი ვაშკაცობა, მხდალია დღევანდელი ადამიანი და მათ შორის ქრისტიანები მოვედით რომ გავიხსენოთ ნათლობის დროს დადებული აღთქმა რომ მე ბრძოლაზე და მეომრობაზე ვთქვი. დავდე აღთქმა რომ მე უნდა ვიბრძოლო და ვიომო შინაგანად პირველ რიგში რომ ქრისტიანი დაიბადოს ჩემში და იშვას. მუსკულატურით, ენის სიდიდით, ცოდნით ეს არ მიიღწევა. ქრისტიანობა ამაში არ იბადება, ეს ყველაფერი საშუალებაა. ერთადერთი არის, აი ამას ჭირდება ვაშკაცობა და ცხონების სურვილი, რომ მე უნდა საკუთარი თავის წინააღმდეგ წავიდე და გავილაშქრო. აი ამ დროს გაგატარებთ მაინც ამ გზას, შენდობას ვთხოვთ. ისეთი სიმყარალი ამოდის გულიდან. აი გეუნებით, პირბადე კი არა, აირწინაღი არ გიშველის ადამიანს. თუ კი შეიძლება შევადაროთ. ისეთი საშინელი სიმყარალი ამოდის დაბადების დროს, როცა უნდა იშვა ეს ადამიანი, რომ უთხრა წადი და გაყიდე ყველაფერი და შემომიდექ იმე გაიხსენეთ რა მდგომარეობაში ჩავარ და რა ხდება? ხო, მწუხარე იქმნა. რა არის მწუხარე იქმნა? რა უნდა ვიგულისხმოთ? საშინელი სიმყარალი ამოვიდა საკუთარი თავი. დაინახა რომ კარგი კი არა. დაინახა რომ ის კი არა რომ მორწმუნე იყო და მცნებებს იცავდა, საშინელი სიმყარალი ამოვიდა საკუთარი შინაგანიდან და რა თქვა, გადაწყვეტილება რა მიიღო? გავყვე ამ სიმყარალეს და გავასუფთავო? თუ ისევ დავრჩი ამ მდგომარეობაში. აი ამ ახალგაზრდამ როგორც ჩანს დამწუხრებული წავიდა. ვარო, მოდი მე ისევ ისეთი ვიქნები, როგორიც ვარ. აი ეს ახალგაზრდა ჩვენ ვართ ყველანი, ჩვენში არის ეს პროცესი. ეს ერთჯერადი კი არ არის. ეს მუდმივი პროცესია ჩვენში ძველი ადამიანისა და ახალი ადამიანის დაპირისპირება ერთმანეთთან, ყოველწუთიერი, ყოველწამიერი. შეიძლება უკან დაბრუნდე, შეიძლება წამში აი წმინდანის მდგომარეობაში იყო, წამიერად, წუთიერად, თუცებ განიცადო ისეთი სიხარული. რას ეჯახებიან დღევანდელი? აი ნახეთ, რატო აქვს დღეს ახალგაზრდებში და იმაში ქრისტიანობასთან რატო აქვს კონფლიქტი? ახალგაზრდებს რატო აქვს კონფლიქტი? ნახეთ, რა არჩევანი უწევს, რა არჩევანის გაკეთება უწევს. შენ ეუნები რომ აი ეს მოგელის. აი აქ რო დგეხარ ახალგაზრდა ადამიანი. გახდით 16, 17, 18 წლისა რომ გაიაზრე, ცოდვები გამრავლდა, მოკლედ სამყაროს აღქმა უკვე მიდის, დაიწყო რაღაცა, რას გეუნებიან გარეთ. აქ გეუნება ქრისტიანობა, რაზეც ახლა ვილაპარაკე, რომ უნდა მიაქციო, რომ არ ამყრალდეს შენი გული და სული, არ დაიზიანო, არ ჩაყარო შიგნით ნაგავი, რომელიც შეიძლება დაგროდეს და დაგახჩოს მერე. გარედან რას ეუნებიან? მითხარით, აი მე არ ვაკნინებ არავის, მათ იმასაც რა ქვია, პროფესიასაც პატივს და ბევრ ადამიანს ეხმარებიან, მაგრამ დღევანდელი ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები, ამ მიმართულების ადამიანები, ეს იქნება ინდივიდუალური მუშაობა თუ ზოგადად ჯგუფთან მუშაობა, რას ეუნებიან? იცით რას ეუნებიან? ორი საპირისპირო. შენ ეუნები რომ უნდა შეიცვალო, ისინი იცით რას ეუნებიან? მიიღე თავი ისეთი როგორიც ხარ. აი დაპირისპირე. აი ეს ორი სულისკვეთებაა დღეს დაპირისპირება, დღეს ჩვენი ახალგაზრდები იგზდებიან ისე რომ მიიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხარ. იმრუშე, იპარე,
არ ვიცი, აღარ ჩამოვთვლი, ისე იგი უფრო მძიმე ცოდნა, ესეც აკეთე, მაგრამ მოდი მე გასწავლი შენ როგორ მიიღო ეგრე საკუთარ გამაყუჩებელს გაგიკეთე. მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდებიან ჩვენი ეს შვილები და ზუსტად ის ადამიანებიც კიდე. რას ვერ ხვდებიან იცით? ეს დროებითია. მოვა დრო, როდესაც აი ეს სიმყარალე მაინც დაგახჩობს. ცხოვრების მანძილზე, როგორც თვითონვე ფსიქოლოგები ამბობენ და მეცნიერული დასკვნარი ორჯერ ან უფრო მეტჯერ ხდება ადამიანის ცხოვრებაში არ ქონიათ აი მთლიანი ამოტრიალება შენ თავს რო დაინახ, უცებ დგეხარ, არაფერი არ ხდება ესეთი და უცებ მთელი ცხოვრება მოგაწვება. მთელი განვლილი ცხოვრების აი ეს რაღაც სიმყარალე ისე მოგაწვება, აი არ ვიცი, კინახან გაიგუდო ადამიანი, მაგრამ ქრისტიან ადამიანს რა გაქვს, ნახე შენი დანაშაული ოჯახის წინაშე იმის ყველაფერი აი ამოგაწვება აქ და ყელში მოგებჯინება, როგორც აი გახჩობს ეს სიმყრალე და ქრისტიანი ადამიანი რა გზას პოულობ, ამ სიმყრალეს ეუბნები ღმერთო, მადლობა რომ დამანახე რომ ასეთი ვარ და იმ წუთში იცი რა მიმართულებას დაადგე, მაგრამ ის ადამიანები გარეთ როდგანან რატოა დღეს ახალგაზრდა ადამიანებში და უფროსებშიც კი გაზრდილი თვითმკვლელობა. აი ეს დგება მათ ცხოვრებაში. აი ეს სიმყარალე რომ მიაწვება ადამიანს ვეღარ უძლებს ამას, არც იცის რა გააკეთოს, იმიტომ რომ ქრისტესთან ყოფნა არ იცის. მან იცის მარტო იქ, ვისაც უჯერებს, დამრიგებლებს ვინც არიან. ამიტომ არის დღესო ვიძახით, რომ სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიყვეს უკვე ისწავლებოდეს ქრისტიანობა, იმიტომ რომ ეს გამოსავალია და დიდი ძალაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომ ისწავლონ სიმძიმეების დაძლევა. რა თქმა უნდა, იქ უნდა შევიდნენ ისეთი ადამიანები, რაზეც ვლაპარაკობთ, ეს ამის მიწოდებას სწორად შეძლონ, ქრისტიანობა ასწავლონ, ქრისტე გააცნონ, ქრისტე არა რაღაცა გარკვეული იგავებით და იმით, არა, ზღაპრული, ესე რომ ვთქვათ, ზღაპრული ის კი არ უნდა პერსონაჟი კი არ უნდა განასახიერო ქრისტეთი, არამედ ქრისტე გააცნო, რომ როდესაც ქრისტე და ის შეხვდება ერთმანეთს, როგორ იცვლება ადამიანი, როგორ საუკეთესო და სხვანაირი ხდება, გამოსავალი რომ ყოველთვის აქვს ადამიანს. რაც არ უნდა მძიმე ცოდვას ჩავარდეს, რაც არ უნდა საშინელ ცოდვას ჩავარდეს, გამოსავალი არის ქრისტეში. თან როგორი გამოსავალი, იცი? ის კი არა რომ უბრალოდ შეიცვლები თუ რაღაცას დაძლევ. არა. მარიამ ეგვიპტელი წმინდანი შეიძლება გახდეს. მარიამ ეგვიპტელი ყავს ჩვენ, რომელიც წმინდანი გახდა იმ საშინელი ცხოვრების მერე. აი ეს დინამიკა აქვს ქრისტიანობას. და რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობაში იყოს, შენში იშვება ის, გამოჩნდება ის, რაც გათხვარე ამ სიბილწით, ამ ნაგვით დაფარე საკუთარ გულში, რომელიც ყველაზე დიდი განძი არის. საოცარია ქრისტე, რომ მიუხედავად ამ სიმყრალისა არ გვტოვებს ხალხო. ისევ ცხოვრობთ ხშირად, აი დღევანდელი საზოგადოება ისევ ცხოვრობთ, მართლა ღვთისწყალ მადლობა ღმერთო, ქრისტე არ ტოვებს მაინც ადამიანის გულს. რას არ უკეთებ, აგდებ, ლანძღავ. ყველაფერს უკეთებ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღმერთი ჩვენთან არ იყოს, ქრისტემ დატოვოს ჩვენი გული, მაგრამ რაღაცის მოვიდა და ჯვარზე გაეკრა და ჯოჯოხეთში ჩავიდა, აი ამ ჩვენი გულის ჯოჯოხეთშიც რჩება ბოლომდე. რისი იმედით? ერთი პატარა იმედით. ადამიანო იქნებ ოდესღაც დაგჭირდე და მომაქციო ყურადღება. ოდესღაც იქნებ დაგჭირდე. და თუ დაგჭირდი, შორს არ მეძებო. თუ დაგჭირდი, სადღაც არ მეძებო, აქ ვარ. აქვე ვარ, არ გტოვებ. მიუხედავად იმისა, რომ შენ არ გინდა ჩემთან ყოფნა და არ გინდა კი არა. ყველაფერს აკეთებ ჩემს საწინააღმდეგოს. აი დღევანდელი საზოგადოების დიაგნოზი. და ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც არც ქრისტიანები არიან, მოკლედ ქრისტიანობასაც დევნიან, ყველაფერს, ანუ ქრისტიანობის დევნას რას გულისხმობ? გულიდან დევნიან, ლანძღავენ, ადამიანს შეურაცხყოფენ ეს ადამიანები, მაგრამ მაინც როგორ გითხრათ, იცით? აი თლად რო შეხედავ ადამიანს, რატო ქრისტიან ადამიანს ეს თვალი, იცით? აი ბოლომდე გჩება მაინც ის რომ ჯრო შეიცვალოს. ანუ მტრად ვერ რაცხავ, მიხვდით? ადამიანს ვერ რაცხავ აი ამ მტრად, ვერ არ შეგიძლია. თუმცა მისი ქმედებები ყველაფრის ისე საბაბს იძლევა ამისი, მაგრამ ვერ აფასებ ადამიანს ასე.
ერთი ნაბიჯია კიდე მერე რა მოხდა მე თუ უყარო არ სხვებიც ხო ყარან ეს ამოიგდეთ ძალიან გთხოვთ თავიდან ეს ღუპავს ადამიანში ქრისტიანის დაბადებას ჩემზე მეტად სხვები ყარან აი ამას მიაქციეთ ყურადღება მე რა მიშავს კაცო იმასა იცი ადამიანი რომელიც ინფორმირებულია ყველაზე საშინელია ხოლმე და დღეს პრობლემა საზოგადოების აინფორმირებულობა ადრე მეორე სოფელში რომ რამე მომხდარიყო ვერ იგებდით რა მოხდა თქვენ სოფელში ვერ იგებდით ვერ ჩამოდიოდა ეს დღეს ამერიკაში რა ხდება და სხვადასხვა კონტინენტზე რა ხდება იმას იგებთ ადამიანები ამიტომ გახსოვდეთ ამდენ ბილწებას და ამდენ ესე რომ ვთქვა და ეს სამყარო რომელიც სოდვაშია ჩაძირული რომ ხედავ თითქოს სულისკვეთება შემოძ მე რა მიშავს კაცო გადაშლი იმას ვიღაცას უწერია იმანის გააკეთა ამანას იმან მოკლა ამან ისე გააკეთა და ზიხარ ქრისტიანი ადამიანი როგორც თვით კმაყოფილი კაცო მე ამათან შედარებით წმინდანი ვარ და თუ კი ამათ შეიძლება უშველის ღმერთი მე ხო ეგრევე ანუ სასუფეველი მაქვს დამკვიდრებული თავისთავად აი ეს განცდები იწვევს ადამიანში გაქცევას. გახსოვდეთ. ადამიანი ჯერ შინაგანად იწყებ გაქცევას ქრისტესაგან და მერე უკვე ზოგადად ეკლესიისაგან და მერე ადამიანებისაგან. ერთი რამე უნდა გვახსოვდეს. აი ეს გაქცევა ეს არის ღალატი. ღალატი ვინმეს მიმართ კი არა, პირველ რიგში შენ თვითონ გძნობ, რომ ეს არის ღალატი ღმერთის წინაშე. ქრისტიანი ადამიანი გძნობ ამას. ამას როცა არ აკეთებ, საკუთარ ბრძოლაში როცა არ შედიხარ. ეს არის ღალატი ქრისტეს წინაშე და საკუთარი თავის წინაშე. სხვები მერე შემოდის. ის მერე შემოდის, ახლა ადამიანს დიდი სულიერება გჭირდება, რომ ვიღაცის წინაშე დაიდანაშაულო თავი და თქვა, რომ იცი რა, ხალხო, მე რო ცოდვას ჩავდივარ, აი ახლა ყველა თქვენთაგანის წინაშე ვარ და დამნაშავე, იმიტომ რომ პირადად თქვენთან ერთად არ ჩავიდინე, მაგრამ მე შინაგანად დამნაშავე. და ეს არის ღალატი, საკუთარი ქრისტიანობისა და საკუთარ თავთან გაწეული ღალატი არის. და ეს ღალატი რას იწვევს, იცით? ჩვენს უუნარობას, ძალა საერთოდ არ აქვს ადამიანს. აი საშინელი მდგომარეობა მოდის, იმიტომ რომ იაზრებ, რომ რა უნდა მოიაზრო, მოღალატე ადამიანმა რა უნდა გაიაზრო. და თან შენში ეს განცდა არის. კი ეჭიდავები თითქოს არა ვარ, მაგრამ შენ გეუბნება შენი შინაგანი, რომ ამ გზას ღალატობ, ღმერთს ღალატობ და საკუთარ თავს ღალატობ, თუ კი ამ ცვლილებისკენ არ მიდიხარ. ანუ ქრისტეს ეუნები ქრისტიანად დაბადებაზე უარს. და ამას განიცდი, რომ შენ ღალატობ მას. ბრძოლაში არ მიყვები მას. და ყველაზე მთავარი, ვისაც ღალატობ, კიდე ხვდები, რომ საკუთარ თავს ღალატობ თავიდან ბოლომდე. არ მინდა კაცრი იყოს ჩემი შეფასება, მაგრამ უმეტესობა ჩვენთაგანი ამ ღალატში ვართ ბრალდებული. არა ერთმანეთს რო ვეტყვით და ბრალს დავდებთ, არამედ ქრისტე შიგნიდან ბრალს გვდებს და ჩვენივე თავი გვასამართლებს ჩვენ, რომ ჩვენ ამ ღალატს ვატარებთ საკუთარ თავში. და ეს ღალატი რომ გადავფარო, რა უნდა გავაკეთო? უკვე სხვა მოქმედებებს იწყებს ადამიანი. რაღაცეების კეთებას იწყებს, აღარ დავკონკრეტები, ეკლესიის წიაღშივე შეიძლება. ბოლო და ამით ვასრულებ. აი ამ სულისკვეთების მდგომარეობაში არ დაბადებულ ქრისტიანებისგან არ ეწყინოს არავის. ვირჩევთ ჩვენ დღეს. მიზეზი არის, ჩვენ კომუნიზმიდან გამოვედით, ჯერ ახლა ვსწავლოთ, მაგრამ გამორჩევა ხდება სტიქაროსნებისა, მედავითნეებისა, გალობლებისა, გადავედი უფრო მაღლა, დიაკვნებისა, მღვდლებისა, მონაზვნებისა, დავასრულო, მათ შორის ეპისკოპოსებისაც. ამას ძმურად ვამბობ.
ანუ აი ამ ქრისტიანად არ დაბადებული ადამიანებისგან შედგება მერე სამწუხაროდ უკვე ზედა მხარეც, რომელიც ეკლესიის ელმავალი უნდა იყოს, რომელთაც ჯერ არ გაუმარჯვიათ აი ამ ბრძოლაში. და მე როდესაც ამ ბრძოლაში არ გავიმარჯვე, მე ხო უნდა გიწინამძღვრო, რა ქვია მღვდელს? წინამძღვარი, წინამძღოლი. რაში უნდა გიწინამძღვრო? მე როდესაც ამ ბრძოლაში არ შევდივარ და ეს ბრძოლა არ მომიგია, მთავარი რომ ჩემში ქრისტიანი დაიბადოს. აი ეს არის დღეს სოციალურ ქსელში ამა თუ იმ ეკლესიის წევრებისვე. მე ბოლოს ზოგადად სოციალურ ქსელში დავწერე. მარტინ ლუთერობას შევადარე ეს მდგომარეობა. რა არის, ვინ იყო მარტინ ლუთერი? თითქოს მართალს ამბობდა რაღაცებს, მაგრამ მისმა სიტყვამ რა გამოიწვია, იცით? მისმა სიტყვამ გამოიწვია ის, რომ კათოლიკურ მონასტრებში შევარდნენ ეს გამხეცებული ბრბო და მონაზვნები გააუპატიურეს, გაძარცვეს თლიანად მონასტრები და დახოცეს იქ ყველაფერი. ეს მარტინ ლუთერი მერე ამან ხო სწავლება წამოიწყო და დარბოდა ამ ქუჩებში, ამ მონასტრებში და იძახდა, რომ ხალხო, მე ამისთვის არ გამიკეთებია და არ დამიწერია ეს და იცი რა უთხრეს? მარტინო, შენო ეს ქვა დააგორე უკვე. შენ ეს გაუხედნავი ცხენი უკვე აუშვიო. და ახლა შენ მამას ვეღარ გააჩერებ. და ბოლოს იცით რა მოხდა? იმათ, ვინც ამ ხალხის მხარეს იყო, თითქოს სხვადასხვა მონასტრები თუ სასულიერო პირები, იმათაც მიადგნენ. და ვერც ისინი გადაურჩნენ, ვერც დაყაჩაღებას, ვერც გაძარცვას, ვერც მკვლელობას და მათ შორის დანარჩენს ყველაფერს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ამ ეტაპზე გადავიდეთ. სამყარო ხელს გვიშლის. თუნდაც დღეს მიმდე, მაგრამ ეს მე წეღანა ადრეს გითხრა, შობის პროცესია. აი ჩვენ ყველამ დავინახეთ აი ეს სიმყრალე. ეხლა ყველა გადაწყვეტს რა გზას დაადგეს. ჩვენ ყველანი გადავწყვიტავთ რა გზას დავადგეთ ქრისტიანულ გზას თუ ისე ვთქვათ, რომ ეს არაფერია, არ აუშავს დამთავრდა. შევალთ ამ ბრძოლაში? აი ეს გადაწყვიტეთ დღეს. თქვენ თავში გადაწყვიტეთ, სხვას ნუ მიუთითებ ბრძოლაში არ შედიხარ, შენ შეხვალ ამ ბრძოლაში? საკუთარ თავთან თუ შეხვალ, მაშინ დაიწყე ქრისტიანად დაბადება. ღმერთმა ამისი ძალა მოგცეს ჩვენ. არავინ იფიქროთ, რომ მე იცით ხოლმე, მე ძალიან მიყვარს ჩვენი ეკლესია, მე მიყვარს ძალიან ჩვენი მრევლი, ჩემი ძმები, სასულიერო პირები რაღაც. არ იფიქროთ რაღაცა ჭკუის სასწავლებლად არ ვიღაცას რაღაცა საუბრალობ, გარკვეულ დიაგნოზს სვავთ, რომ იქნებ გავიაზროთ ჩვენ ეს, რომ რა გვჭირს, რა ხდება ჩვენს თავს. დღეს არის სასულიერო პირები რაღაცა კონკრეტულ რაღაც საკითხებზეც კი საუბრობენ, რაღაცა გარეგნულ ფორმებზე, მაგრამ თუ ადამიანი შიგნიდან არ შეიცვალა, იმან რამდენიც არ დღეს აიძულებს თავის თავს არ გააკეთოს რაღაცა, ხვალ აიძულებს და ზეგ მაინც გააკეთებს ამას. ანუ გარეგნულათაც კი რო შეიცვალოს, ადამიანი თუ შინაგანად არ დაამარცხე, კანონი რომ მიიღო რამე რა, მერე აი კანონი კარგია მიიღე რაღაცა, მაგრამ შენ თუ იხწნები შინაგანად, ამას არ მნიშვნელობა რა აქვს. კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა მოვაწყოთ ისე, რომ ადამიანს საშუალება ქონდეს ქრისტიანული სწორი განვითარებისა, მაგრამ თქვენ ფიქრობთ კანონი დაგიცავთ ამისგან, თუ შენი თავში არ გადალახე ესა? თქვენ ფიქრობთ აი ბოდიშით ამ სიტყვაზე კანონი დაგიცავთ, რომ არ იმრუშოთ, თუ მრუშობა გინდათ? თქვენ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი კანონი, რაც ახლა კანონი გამოვიდა, დაბლა არაფერი დააგდოთო, გადახედეთ თქვენ თავს რამდენი ყრით ამ იმას, რა მნიშვნელობა კანონი გამოვიდა, მაგრამ ხო აკეთებ მაინც? ეს შიდა კულტურაა ადამიანისა, ან ვაკეთებ ან არა. რა თქმა უნდა, კარგია იმის, მაგრამ ამის იმედად არ უნდა ვიყოთ ჩვენ ქრისტიანები, ჩვენი კანონი, ჩვენი ჯული, ჩვენი ქრისტეს მცნებები გვაქვს, ეს უმაღლესია და უდიდესი, ამაზე დიდი არ შექმნილა და ვერ შეიქმნება ვერასოდეს. აჩრდილია ეს დღევანდელი კანონმდებლობა, საერთოდ
შექმნილი ქრისტეს მცნებებისგან შექმნილი ადამიანის ხედვისა და მისი სწორი ცხოვრებისა და განვითარების. ამიტომ იფიქრეთ, ყველაფერზეა საბრძოლი, რა თქმა უნდა, მაგრამ პირველ რიგში საბრძოლია ჩვენ სულ ამას გეუბნებით, რომ მოვა უარესი განსასწრელი და არ გეცოდინებათ რა გააკეთოთ. რა თქვათ და ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი არ გეცოდინებათ, იგივე კატეგორიებით მოგიწევთ, გამიჯდა რა კატეგორიებსაც გარედან მოგაწვდიან. და იქნებით როგორ იცი? აი ესე ფოთოლი რომ მოწყდება ხეს და აიქეთ იქ დაფრიალებს ვის არ იცის სად წაიქცეს ვის დაუჯეროს რა აი ესე იქნება თქვენი გონება და გული და ეს არის ყველაზე საშინელი. ანტიქრისტეს პერიოდს ვიძახით რომ ესე მოვა, ესაა ყველაზე საშინელი მდგომარეობა, როცა არ იცი გული არ არის გამზადებული ქრისტეს საცნობა და საბრძოლო, ესაა პრობლემა, თორე კანონებს თქვენ ხომ იცით რომ იმ დროს პირდაპირ წმინდა წერილში წერია ისე შეცვლიან ისე დააყენებენ როგორც მათ სურთ. ამას თქვენ არავინ შეგეკითხებათ. თუ ბოლო ჟამისთვის ზრუნავთ, ეს წერია წმინდა წერილში. მართალთა ცდუნებაც კი მოხდებაო, მართალთა ცდუნებაც კი მოხდება. ამიტომ გამოსავალი ამაშია. მოღალატე მხდალი საკუთარ თავთან, საკუთარ თავს რო ღალატობს ადამიანი, ქრისტეს ღალატობს. აღარ არის ადამიანზე ლაპარაკი, ის როგორ ან ვერ იცნობს მას შეუძლებელია. უნდა მოითხოვო ყველაფერი რაც არის, რასაც გulis ხო მე ვიზახი ეს არ, მაგრამ პირველ რიგში ქრისტიანობა დავიბადოთ, აბა ვიშვათ შინაგანად ქრისტიანობა და მიხვდებით რომ რა რთული პროცესია ეს. და ეს გულწრფელობა უშველის თქვენ შვილებს, ეს გულწრფელობა უშველის თქვენს მეუღლეებს. ეს გულწრფელობა უშველის თქვენს მეგობრებს, იმიტომ რომ თქვენ იქნებით ერთნაირი, როგორც მეგობართან, ასევე გარეთ, სახში და ყველგან. იმიტომ რომ ქრისტიანი სხვანაირად არ არის, ქრისტიანისთვის არ არის, დღეს მარხვაა და ამას არ გავაკეთებ. ქრისტიანისთვის არის ერთი რამე, თუ რამე არ შეიძლება იმას არ ვაკეთებ, არც მარხვაში და არც ხსნილში. და იმაზე მივდივარ კიდე რომ რაც კარგია, იმაზეც კი შემიძლია უარი ვთქვა. აი ქრისტიანის მოღვაწეობა რა არის. და ჩვენი შვილები, ახლობლები რას უყურებენ? მამა ჩემი რა კარგი არის, მარხვაში არ ასვავს. მამა ჩემი მე რო არ ასვავს, სახში რომ მოდის არ იგინება, არ იმანძღება, არ ჩხუბობს. ამაზეა და ეს აქრის, ეს არა, ეს არის ახალგაზრდის მდგომარეობაც კი არ არის. ჩვენ სხვა რამისთვის ვართ მოწოდებული. ჩვენ სხვა რამე უნდა მიუტანოთ იმ ხალხს, იმ სულისკვეთებას ეს ვერ დაამარცხებს, სხვა რამე უნდა დაამარცხოს. ჩვენ შვილებში ამან სხვა რამე ჭირდება რომ გაიმარჯოს. სხვა რამე უნდა მოხდეს მათში და აი ეს რაც უნდა მოხდეს მათში, ეს ძალა არის აქ. ამიტოა იზოლირებული ეკლესია პირობითად. რისგან? განათლების სისტემისგან. ამიტოა იზოლირებული ეკლესია რისგან? აი იმ ახალგაზრდებთან შორს ხელი ახალგაზრდებთან პირდაპირ არის ესე, რო ვთქვათ, შორს ხელი ახალგაზრდა ჩვენ ვიცით, მაგრამ თქვენ იცით 17-18 წლამდე თუ კი ახალგაზრდაში რაც ჩაიდება ეს საბაზისო რაც არის, ხო? ძალიან რთულია. ან მძიმე ცხოვრება უნდა ქონდეს ადამიანს წეღა რაც გითხრა და ეს სიმყარალე რომ მოაწვება, აი მაშინ გადაწყვიტოსო შეიცვალოს. იმიტომ რომ ცუდად არის, საკუთარ თავმა შეაწუხა. ერთმა ამის ძალა მოგცეს ჩვენ ყველას და ამის პასუხისგებლობის გააზრების უნარი. როგორც სამღვდელოთა, ასევე საეროთა. ვიმრავლოს აწი მაინც ადამიანები, ვინც მართლა შეძლებენ აი ამ ბრძოლის მოგებას. და ესეთი ნაშობი, მათში ნაშობი ქრისტიანები იმეტყველებენ, იმოქმედებენ, იმღვდელმსახურებენ, ეპისკოპოსის მსახურებას აღავლენენ, ასეთი ხალხი იმონაზვნებენ, უფრო სრულყოფილებისკენ დაადგებიან გზას და არა უბრალოდ თვითკმაყოფილები, რომ რა ვქნათ ახლა დღეს ესია და სხვანაირად არ იქნება. ღმერთმა დალოცვილი დღეგრძელი გახარებული გამყოფო თქვენ ყველა. ამინ.